Hello, ამ ვიდეოში ვიმყოფები ქუთაისის აეროპორტში კლავ და როგორც ალბათ thumbnail-დან მივხვდით, ანუ ვერ მივხვდით, მივფრინავ იტალიაში. და მიდევს მთელი აზრი ის არის, რომ დავითვალოთ რას დავხარჯავ 10 დღის განმავლობაში 4 სხვადასხვა ქალაქში. თუმცა სანამ აქ ჩამოვიდოდი, უკვე ძალიან ბევრი ფული დავხარჯე და გეტყვით რაში. პირველ რიგში ომნიბუსი დამიჯდა 25 ლარი თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე. რაც შევიარე სმარტში და დაახლოებით 20 ლარი გადავიხადე ამ ყველაფერში. ასევე არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი რაღაცებიც, მაგალითად ინტერნეტი 10 გიგაბაიტში გადავიხადე 38 ლარი. სამოგზაურო დაზღვევა 10 დღეზე გადავიხადე 20 ლარი. ფრინავის ბილეთები ორივე გზა ქუთაისიდან რომამდე და რომიდან ქუთაისამდე დამიჯდა 500 ლარი. მილანის ფრენების საერთოდ არ იყო. ბარგი სამწუხაროდ მერე დავამატე და 20 კილო ბარგში გადავიხადე 268 ლარი, რაც კაცზე დამიჯდა 134 ლარი, იმიტომ რომ 2 ადამიანი ვიყავით. და ქუთაისის აეროპორტში შეძენილი ეული ჩურჩხელა დამიჯდა 6 ლარი. ეს ყველაფერი სანამ გავემგზავრებოდი იქამდე. ესეც ჩვენი ბადაკში ნაყიდი 6 ლარიანი ჩურჩხელა. ქუთაისიდან რომში ჩავფრინდით 4 საათში და აეროპორტიდან გამოვიძახე ტაქსი ჩემს სახლამდე, რაც დაიჭდა 44 ევრო, ანუ კაცზე 22 ევრო. რაც შეეხება სასტუმროს, სულ 3 ღამე დავჭი რომში და კაცზე დამიჯდა 173 ევრო და 21 ევრო city taxi. მე უკვე დაობინავდი ჩემს ცოტა არ იყოს ძვირიან სასტუმროში, რომელიც არის უპატარავესი და რადგანაც ჯერ მარტო 9 საათია, ვიბანავე და გამოვედი. ხეხუჩებში დავდივარ და გავდივარ ბანია მონტი ქვია. შეიძლება მან რამე ვჭამო, ნახოთ. დილამშვიდობის რომიდან დღეს იქნება პირველი ოფიციალური დღე რომში. ეს არის ჩემი ხედი ოთახიდან. Not too bad. ძალიან ახლოს ვარ ცენტრალურ train station-თან. ხოდა ახლა გავა ვისაუზმებ და გეტყვით. როგორია რომაული საუზმე? მანამდე ჩემ ვიდეო დალაიქე და გამომიწერე. გაიგე? ცოტა ტურისტული საუზმით მინდოდა დაწყება დილის, მაგრამ ძალიან რიგები დამხვდა. მოვედით კაფე ბრანკაში. ტურისტულ ადგილებში ძალიან დიდი რიგები, ამიტომ ახლა ჯერ ძამშია. აქ შევჭამთ რაღაც ტოსტებს და ასე შემდეგ და იქით უკვე იმ ცნობილ ადგილას. მან შევკვეთავ მე. ავიღე კლაბ სენდვიჩი, კალცონე და წყალი, რაც ჯამში დაჯდა 20 ევრო, მაგრამ ორ კაცზე 10 ევრო. და არაფრად არ ვარგო და საერთოდ. ეხა გასაგებია რატო არ იდგა აქ რიგი. 4 კულასაც არ დაუწერდი არაფერს. ძალიან სუთხას ეძევარ, ამაზე უგემური არაფერი მიჭამია და 20 ევრო გადავიხადე. აი. შემდეგ მივედით ერთ-ერთ ძალიან ცნობილ საცხობში, რეგოლიში. უკვე 40 წუთი ამ ყველაფერს ველოდები. არა და შესული ვარ. ამ ორ რაღაცაში გადავიხადეთ 4-4, ანუ 8 ევრო ჯამში და 40 წუთი ველოდე რიგში. და ძალიან არა აღმაფრთოვანებელია. წავედი ზალში. ამასობაში ვაგრძელებთ გზას კოლიზეუმისკენ. მოვედით კოლიზეუმთან და მილიონი სურათი გადავიღე. ხა დავდივართ მთავარ ქუჩებზე, ფანტანთან ძალიან ახლოს. ყველაფერი გადაკეტილია და ერთ სულოფერს დავუშვები. არ ვიცი მე შევამჩნიე თუ არა მარტო, მაგრამ წესიერი დასაჯდომი არსად არ არის თუ კაფეში არ დაჯექი. აი ესეთი დედპულის კოკა-კოლა ღირდა ევრო და წყალიც, რომელიც 30 ცენტი ღირდა 1 ლიტრი. მოვედით ვილა ბორხესში და გავართ ასევე გრძელ რიგში, აქ არაფერი კეთდება რიგების გარეშე, როგორც მივხვდით. 20 წუთი ერთი ადამიანი ნავის დაქირავება ღირს 5 ევრო. ხო და ეხლა ვიდგები საათნახევარი რიგში მაგ 20 წუთისთვის. აქ მეგონა რომ ხუმრობდი, მაგრამ მართლა საათნახევარი ვიდექით, აი ყველანაირ რიგში რა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაგარი 30 წუთი იყო ალბათ რომში, ძალიან მაგრად ვისიამოვნე და თქვენ აუცილებლად უნდა ესტუმროთ თუ რომში ჩახვალთ. მოვედი სადაც სენდვიჩის შეკვეთა მინდა და ეხლა ნახოთ როგორი იქნება, იმიტომ რომ TikTok-ზე რასაც ჰაიპი აქვს, იმას რეალურ ცხოვრებაში არ აქვს ხოლმე ჰაიპი. ეს სენდვიჩი ნორმალური იყო. ჩემთვის არაფერი განსაკუთრებული და ძალიან აქემენ ხოლმე TikTok-ზე, რა ვიცი. 12 ევრო გრედა, მაგრამ საკაიფო პორცია იყო, ამიტომ გამართლებულია იქ ფასი. მერე კიდევ ფეხით გავისეინე, რაღაც სუვენირები ვიყიდე და ტირამისუ საჭმელად მივედი two size-ში, ეგრე ქვია ადგილს. ესეც ჩვენი 11 ევროს ნავაჭრი. ესეც ჩვენი კლასიკური, რომელიც უგემრიელესია. ეს არის პირველი ადგილი აქ, რომელიც ღირდა ჰაიპად. 10-დან 10 ტირამისუა. კბილების ოვერდოზი მაქვს. დავაიგე ვიდეო თუ ნერწობს ყლაპავს სახლიდან. ღამით ბევრი აღარაფერი გადამეღია, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე და წავედი სასტუმროში. მეორე დღეს კი ძალიან მძიმედ ვისეუზმე სასტუმროს ქვემოთ არსებულ საცხობში. 30 ევრო დაგვეჯდა ეგ მაგდანის საჭმელი და ეხლა მივიდივართ ვატიკანში. ავტობუსში ვარ და 30 წუთი ფეხზე დგომამიწევ. მოკლედ ეხლა ვარ ვატიკანში და რა თქმა უნდა წინასწარ არაფერი დამიჯავშნია, იმიტომ რომ დრო არ მქონდა.
და line-ებს რო გადავხტო მოდი ავდექი და აქ ვიყიდე რაღაც guided tour რომელიც დამიჯდა 109 евро. ნახოთ აბა 109 ევროდ რას ვნახავთ. ოფიციალურ ვებსაიტზე ერთი თვითადრე აღარ იყიდებოდა უკვე ბილეთები ვატიკანეს. ამიტომ ოფიციალურ საიტზე ვერ დავჯარს. აქ მერჩევნია ყიდვა რა. სიმართლე რო გითხრათ, ჩემი აზრით 109 евро ძალიან ბევრი იყო და საერთოდ არ ეღირებოდა მაგდენი ოფიციალურად რომ ეყიდა. რამ ძალიან ბევრი ის გადავახტი, ამიტომ კაი გავამართლებ და მიღერდა. თან იმდენად ლამაზია ვატიკანი, რომ ამის garaშე ვერ წამოვიდოდი რა. ავიდან კი სკეპტიკურად უყურებდი, მაგრამ არა, მართლა უნდა ნახოთ რა, აუცილებლად. ესე იგი, რაც იტალიაში ჩამოვედი, არც გზად და არც აქ, ყავარ და მილევი არც ერთხელ. კი არაფერი დიდი პრობლემა იქ არ არის, მაგრამ ეხლა პირველად დავჯექი ყავის დასავლევად შუა ქუჩაში. აქ რატომღაც ყველგან ძალიან რიგებია ხოლმე, რომ სადმე დაჯდე, ან შეხვიდე შეუკვეთე და გუშინ მაგალითად სულ ფეხზე მდგარვიჭამდი, აღარ შემილიან და ეხლა რადგან დავინახე ადგილი, ორშაბათია და ალბათ მაგიტო გადავწყვეტე და დავიჯდარიყავი. ემფორიოს კაფეში ვართ და ნახოთ ეხლა რა შევკვეთავ. ყველაფერი დაჯდა 15 евро. მხოლოდ ყავა იყო გემრიელი. აქ რატომღაც რაღაცებს ვერ აცხობენ. მე არ მომეწონა ყოველ შემთხვევაში. კიდე რაღაც აქსესუარები წავამატე 5 ევროზე. Hello, ჩართვა გვაქვს Flixbus-ის გაჩერებიდან დღეს 3 მივდივართ ფლორენციაში. ნუ მე რომ მომპეზრდა რა, მორჩი. ესე იგი ფლორენციის ბილეთში Flixbus-ზე გადავიხადე 7 евро, მატარებელში გადავიხადე евро 9. კიდე გზად დაგაწევთ ხარჯებს. Flixbus-ის იდეა ძალიან კაია, იაფია უფრო მატარებელზე, მაგრამ აი ძალიან ვეღლები. ძლივს მოახწე სახლამდე და ისეთი პაწაწუნა, ისედაც პატარა სახლში თურმე აქირავებენ უპატარავეს ოთახებს, რაშიც მარტო ერთი ჩემი ჩემოდანი ეტევა ძლივსის. არა საერთოდ სივრცე ძალიან ლამაზია. მოკლედ ეს უპატარავესი ოთახი ფლორენციაში დაჯდა 109 евро 2 ღამე კაცზე რა და 11 евро 2 დღე city taxi. ამიტომ ჯამში 120 евро 2 ღამე კაცზე. უკვე საღამოს 7 საათი აზრი აღარ აქვს ბევრი რამის გადაღებას. ეხლა გავალ საჭმელად საკმაოდ ცნობილ ადგილას სენდვიჩებს გიახლებით და უბრალოდ chill საღამო მექნება, ოკეი? ცნობილი სასენდვიჩი არის პინოს სასენდვიჩი. კარგი შეფასებები ქონდა, გემრიელიც იყო და შეგიძლიათ თქვენითაც აწყოთ სენდვიჩი. ისაა რომ მე აქაური ცნობილი სენდვიჩების ფანი არ აღმოჩნდი როგორც მივხვდი. ეს ძალიან კაია. ის წინა საშინელება იყო და ეს ღირს 7 евро. ამხელა მე წავედი ასევე ცნობილ სანაყინე ვიβოლიში. 2 ავიღე. ერთი არის ბრინჯის, ერთი ფანტაზია. ვერ ხვდები რას ვჭამ, მაგრამ ერთი ნამხმარებითაა. აი, კიდე ავიღე ფისტის და შოკოლადის. კაია. ფლორენციის საჭმელებში ჯერჯერობით ძალიან მიმართლებს. ამასობაში ვიყავი მარკეტში და ვიყიდე რაღაც პროდუქტები 12 ევროდ. წვიმიანი დღე იყო, დაღამდა კიდეც და ბევრი აღარაფერი იყო საკეთებელი, ამიტომ წავედი ჩემს პაწუა ოთახში. ფილმშიდობის მეოთხე დღე ფლორენციიდან. გუში რაღაცები ვიყიდე სუპერმარკეტში და მაგის ჭამით დავიწყებ დღეს. დიდი არაფერი მეყიდია, მაგრამ ეგ არის რა. ხოდა საუზმეში ფულს გავთ. მართლა კი არა, უბრალოდ ეგენი რო ვიყიდე, მაგით უნდა ვჭამო ეგენი თორე. ეხლა გავიდოდი და ყავისთავლები. ესეც ჩემი სამზარეულო, როგორი სიწყნარია რა. დღეს ვიწყებთ გალერეა უფიზათი, რომელიც დამიჯდა 20 евро და გამოფენილია რენესანსის პერიოდის ნამუშევრები. ძალიან ლამაზი ქალაქია რა. უფრო ნაკლები ხალხია ვიდრე რომში. ცოტა კი გამიწვიმდა, მაგრამ რაღაცნაირად ამ შუა საუკუნეების მუხტს ეგ უხდება. ძალიანაც არ წვიმს და მაგიტომ მომაგას. აი ხა ჯერ ბოდიალობ სანამ გალერეაში შევალ. ზუსტად იმ დროს უნდა მიხვიდე როცა ხარ ჩაწერილი. გადავხედავ სუვენირებს, შეიძლება რამე ვიყიდო. დავედით ერთად დავათვალიეროთ. მე მეგონა რომ რაღაცა სუვენირებს ვიყიდი და რა სუვენირებს? ბრილიანტები, ოქროები და როლექსები იყიდებ. ახლა ამ ქუჩაზე. ავედი უფიზას გალერეაში. გარეთ წვიმს. ზუსტად ის დროა გალერეებში უნდა იარო. გალერეა საკმაოდ პატარა აღმოჩნდა, არ არის დიდი, მივეჩვიედით გალერეებში სიარულს და დაახლოებით საათი ნახევარი დამჭირდა ამ ყოველფრის დასათვალიერებლად. გამოვედი გალერეიდან, არის ჭამის დრო, ისე უენერგიოდო არ. სულ მგონია რომ იმის ბრალია წესერად რო არ ვჭამ რა, სულ ნახშირწყლებს ვჭამ. სენდვიჩი აღარ შემიძლია. წავედი ახლა რაღაცა ნორმალური ვჭამ, მართლა სადილი. მივედი რესტორან დოლჩე ვიტაში, სადაც ძალიან ლამაზი გარემოა და ხელით ამზადებენ პასტას. მოვედით რესტორანში. კარგი შეფასებები აქვს და იმედი გემრიელი იქნება. პატარა სპოილერი თუ ვერ მიხვდით, ეს იყო ყველაზე გემრიელი სადილი, რაც კი ვჭამე იტალიაში ყოფნის პერიოდში 10 დღეში. ტალიატელი ღირდა 18 евро, წყალი 3 евро, იქ დაჯდომის 5 евро, კარბონარა 15 евро. ამიტომ ჯამში კაცზე გამოვიდა სადღაც 21 евро რა. გამოვედი მთავარ სანახაობასთან, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია და ვერ ვიღებ სურათებს. სამაგიეროდ უფასოა თვალის დაწყობა. ამასობაში ამ წვიმაში წავედით მიქელანჯელოს ბაღებისკენ.
ეგ სადღაც მე ვცხოვრობ. ამოვედით მიქელანჯელოს ბაღებთანაც სამოაღწია გავილუმპე, მაგრამ ღირდა. ესეც ჩვენი უფასო გასართობი, კიდევ ერთი ხედი. ამ ულამაზესი ხედის ფონზე გამომიწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო. ძირითადად სახში ვიყავე, ძალიან გაწვიმდა, ეხლა გადაიღო, ბევრი ვიარე და მომშვიდა, რაღაცა მექსიკურში შემოვედით, ბურიტოს უყეთა და ვნახოთ რა იქნება. იმდენად ცხარია, რომ დავტოვე საჭმელი. დღე 5 ფლორენციიდან მივიდივარ ვენეციაში. ჯერ ველოდები 23 ნომერ ავტობუსს, რომელიც ახლა მოდის, რომელიც მიუყვეს ფლიქსბასამდე და ავტობუსი ღირს €9. ესეც ჩემი ფლიქსბასი, რომელიც 11 евро ღირდა. გზაში რაღაც სენდვიჩები ვიყიდე და დამიჯდა კაცზე 11 ევრომდე რა. ამ ასობაში ჩავედით ვენეციამდე. იეი. მოვღოღდი ჩემ ოთახში. ესე უპაწარავესი ოთახია და კაცზე მოგადახდილი 142 евро ორ ღამეში და 4 евро სიტი ტაქსი. უბრალოდ 148 евро ჯამში. მაგრამ ყავა და ჩაი დაყდა. ეხლა არის 6 საათი და ძლივს დავადგე საშველი და გამოვედი ოთახიდან. უფასო ყავაც დავულიე. ეხლა დავთვალიერებ ქალაქს. იქნება რამეს ვჭამო და შეგახედებთ. ესეთი მოსიარულე ბაზრობა. საღამოს გამოვაღწიეს სახლიდანაც და ვენეცია აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი, რაც კი ჩემს თვალებს ოდესმე უნახავს. მართლა ამ ხელასიამოვნებას სეირნობისგან უბრალოდ არ მიმიღია, რავი, ძალიან დიდი ხანია. 3 ცალი მაგნიტი 5 евро. მე რაღაც კაფეში შევაჭერი ისე რომ რივიუები არ მქონდა ნანახი საერთოდ, რაც არ მჩვევია ხოლმე. ესეც ჩვენი შეკვეთა. ესეც უკლად მოვიდა და წყალი უფასოა. პირველად მომიტანეს უფასო წყალი აქ. კანოლის კიდევ მიასედმი ვეცი შანსი, მაგრამ სულ ტყუილად ვაძლევ ამდენ შანსს რა. არ იმსახურებს. ჩვენი სიამოვნება დაჯდა 18 евро, ანუ კაცზე 9 евро. კარგი მომსახურება იყო. ამათ ტკბილებული ძმაო ვერ დავამოღამე. არაფრად არ ვარგა, რა გავაკეთო. ყავა ყოველთვის კაი აქვს. მე აქაურ სპარშიც გავედით და რაღაც პროდუქტებიც შემომეყიდა. რაღაცები ვიყიდე ხვალ დილისთვის. წყალში გადავარდი ლამის. ოკეი. 12:09 დამიჯდა მაღაზიაში. მე შევედი ამ რესტორანში, სადაც ესეთი ულამაზესი ხელნაკეთი ჭიქები დამხვდა და საკმაოდ ძვირი იყო ვენეციის ფონზეც კი, მაგრამ ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა და ცდად ღირდა. ეხლა მოვედით რაღაც საკმაოდ ძვირ რესტორანში. ჭურჭელიც ხო ულამაზესია, კარგი მომსახურებაც არის და აი ძალიან მომწონს და ისე მინდა რომ საჭმელიც გემრიელი იყოს, ვერ წარმოიდგინთ. საჭმელი კი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ჩემმა მეგობარმა გამიყო თავისი სტეიკი, იმიტომ რომ აი უპატარავესი პორციის რავიოლი ავიღე მე და ძალიან ძვირი იყო. კაცი 38 евро დაჯდა. ვენეცია დღე 6, 10 საათია დილის, მივდივარ სასაუზმოდ. ულამაზესი ხედების ფონზე. 16 евро დამიჯდა, 2 სენდვიჩი, 2 ტკბილი, 2 ყავა, ანუ კაცზე 8 евро გამოვიდა. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. და აქაურობის ფასებისთვის საკმაოდ იაფით. მე ვნერვიულობდი რომ მეთქი აუ გვიან არ გავიღვიძო ვენეციაში ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებ, მაგრამ ძალიან პატარაა და ბევრი საკეთებელიც არაფერი არ არის. ეხლა მივდივარ წიგნის მაღაზიისკენ, სადაც უფასო ჩემილე გადავიღო გონდოლაზე სურათი. იმიტომ რომ გონდოლა 90 და 100 евро ღირს და მე ვინ შეჭამს ძვირიან საჭმელებს. ვიყავი მაგ ბუქშოპში, სადაც ასეთ უფასო გონდოლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა წავიღეთო. უნდა გაკეთდეს ერთ-ერთი დაჭირდება. ამასობაში მეორე პატარა კუნძულზე წასვლა გადავწყვიტე, იმიტომ რომ ყველა უწევდა რეკომენდაციას. ეხლა მივდივარ ბურანოზე და წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა ვიყიდო ან ბილეთები, ან რაღაც, სადღაც რაღაცა გადავიხადე და მე მგონი არ უნდა გადამეხადა. ჩამოვედი ბურანოში და ულამაზესი და უფერადესი ქალაქია. დაახლოებით 1 საათი უნდა ვენეციიდან. ეხლა დაგათვალიერებინეთ, რა ფერადია. ჩემი აზრით ვენეციას საერთოდ არ ჭირდება 2 დღეზე მეტ ხანს დათვალიერება და თუ მოხვდებით, არ დაიკიდოთ, წადით ბურანოზეც, შეიძლება მურანოზეც წახვიდეთ, სადაც ხელნაკეთ შუშებს აკეთებენ და მთელ ვენეციაში ნახავთ ხელნაკეთი შუშისგან გამოძერწილ აქსესუარებს და ასე შემდეგ სუვენირებს. და რომ ამბობდნენ რომ 1 დღის ტრიპი არისო ბურანო, სინამდვილეში 1 საათის არის რა. ულამაზესია აქაურობა. აი, მართლა ულამაზესი, ძალიან ფერადი, ძალიან საყვარელი კოპწია. უმზეობაც ვერ აფუჭებს აქაურობას, მაგრამ საკმაოდ ძვირად ღირებული ყველაფერი და რავი. წამოდით უფასო წყალი დავლიოთ ახლა. თქვენთვის არ შემიხსენებია, მაგრამ ჩემი ვიდეო თუ მოგწონთ, დალაიქით და გამომიწერეთ აუცილებლად 1 ლაიქი 1 ცენტი მოგზაურობისთვის. ხო შეგვიძლია აი საბერძნეთში ხო დამილაიქეთ, წამოვედი რომში. კიდე დამილაიქეთ და წავალ პორტუგალიაში.
წავედით და ვენეციაში. მოვედი საჭმელად რესტორან La Dolphinში და ყველგან აქ პატარა ქალაქში გაკეთებული წყლის ჭიქები. სხვათა შორის ამ რესტორანში იმიტომ მოვედი რომ რივიუებში ეწერა უფასო ლიმონჩელო და გვალევინესო და ისე არაფრად არ ვარგო და კერძები საერთოდ არ მომეწონა. პრინციპში ლიმონჩელოთი რატო დავიკერე მეც არ ვიცი, ალკოჰოლი საერთოდ არ მიყვარს. საბოლოო ჯამში დავრჩი ძალიან უკმაყოფილო. ლიმონჩელოს ნაყინი 2.5 ევრო ისპაჭუა. არ არის ცუდი. ამდენი ჭამას მის მერე მივიდივარ ყველაზე ვიწრო ქუჩაზე ვენეციაში. და თუ ვერ გავეტი იმ ძვირიანი უგემური სპაგეტის ბრანდი იქნება. აი ესეთი ვიწრო გასასვლელია, მაგრამ ვეტევი. მოვედი ოთახში ძალიან და ვიღალ თმას შეხედეთ რა ჭირს. ანუ ვენეციაში მაგარი ნესტია და ისევ მიკულდება თმა, აზრი არ აქვს. არ და ყოველდღე ვისწორებთ. ეხლა უნდა გავაკეთო ყავა. ფული დავზოგო ყავაში, თუმცა რა დაზოგო გამოდის, გუშინ გადავიხადე მაგ ყავაში ფული ხო და მე მოვიკრებ ძალებს და გავალ ისევ დილამშვიდობის დღეს 7 ვენეციაში. ახლა მივდივარ Flixbus-ამდე. რომ Flixbus-მა წამიყვანოს მილანში. დღეს საღამოს და ხვალ მთელ დღეს გავატარებ მილანში. ჩემი მიკროფონი ხო არ მოგენატრათ? მეც მომენატრა, მაგრამ ძალიან არაკომფორტულია ხოლმე მიკროფონით სიარული ამდენ ხალხში ამოიღეჩადე და გადავწყვიტე რომ დამეტესტა უმიკროფონოთ სიარულიც ხო და დაწერთ კომენტარებში მიკროფონით გირჩევნიათ თუ დასვენებული არანო უმიკროფონოთ ძალიან მეძინება. ტოპი გვაქვს 20 წუთიანი მარკეტში ვარ და ყიდულობ საჭმელს. 2 პიცა, 2 კრუასანი, 2 წყალი დაჯდა 24 ევრო. პირველად აკავრობის ისტორიაში ამ ხელა სივრცე მაქვს. ხო არ გადავდა იძლევს მოჭუჭყნულ ოთახებში ვიძინებდი და ეს რა არის 2 წაწოლი მაქვს. ეს აპარტამენტი მილანში, რომელიც არის 2 კაციანი, დაჯდა 2 ღამე 190 ევრო პლუს 18 ევრო city tax. ამიტომ კაცზე ივარაუდოთ 95 ევრო და პლუს 9 ევრო city tax-ი 2 ღამე. ვაიმე ძლივს რაღაცა სივრცე მაქვს. რეცეპშენია 24 საათი ღია. ძალიან დავიღალე უკვე 7 საათია და დილიდან გზაში ვარ, ძლივს მოვედი აქამდე და ცოტა აზრზე უნდა მოვიდე. ეხლა ძალიან რანდომად TikTok-ს სკროლავდი და TikTok-ზე გამომიგდა რომ You're not sad, you just need little Japanese food in Milan. ხო და 500 მეტრშია ჩემი სასტუმროდან. შია და მან წავალ. ამ ადგილს ქვია როპონგი მილანი და ძალიან მაგარი ინტერიერი და ექსტერიერი აქვს. გოგონია რომ რაღაცა იაპონიის ქუჩებში დადიხარ, მოკლედ ძალიან მაგარი ვაიბი აქვს, მაგრამ ნუ ეხლა რო ვთქვა რომ საჭმელმა აღმაფრთოვანა მეთქი, არა. არა იმიტომ რომ აზიურ კერძებს ვერ ვეგუები. რაღაცა არა რა, რაღაცა უმარელო კერძები იყო ჩემთვის პირადად და ძვირი საკმაოდ. ეს ყველაფერი დაჯდა 56 ევრო, ანუ კაცზე 28 ევრო. საკმაოდ ცოტა იყო ისე რა და ცოტა მშიერი ვარ, მაგრამ კაი გამოცდილებაა. ბოლოს ისე მაკდონალდში წავედი, იმიტომ რომ მაინც მშიერი დავრჩი. ისევ მაგდონალდზე ჩამოყალიბდი, იმიტომ რომ ყველაფერი დაკეტილია გვიან. 12 ევრო და 20 ცენტი, მაგრამ აი ამ მოუსკდი. ძალიან დიდი პორციებია აქ რა. ცოტა მაკფლარი დამრჩა, ფრიც დამრჩა, ყველაფერი დამრჩა, იმიტომ რომ სვათავარ. დღე 8 მილანიდან ჩვენი ტურის ბოლო დღე, მე უკვე რომში მივდივარ. ციტაზე გადავდივარ. ეხლა უნდა წავიდეთ კომოს ტბაზე მილანიდან და ვარ მილან ცენტრალ სტეიშენზე. მილანიდან კომოს ტბაზე როგორ უნდა მოვხვდოთ, ეგ მიდევს TikTok-ზე, აქ არ გეტყვით, მაგრამ 1 საათის გზაა და ძალიან მარტივად ჩახვალთ. ჩამოვედით ვარენაში, ულამაზესია, მაგრამ ძალიან ბევრი ტურისტია, გადაადგილდებიან და სანამ ეგენი გაიკრიფებიან, მე ყავას დავლევ, რაც დაჯდა 12 და 50, მაგრამ კაცზე გამოდის 6 და 25. ანუ 2 ყავა და ეს ნამცხვარი. იდეალური ადგილია. ულამაზესია. აერთო ჩემო. მაგრამ TikTok-ზე ვიდეოები ამბობენ რომ ჯერო ბელაჯიოში წადითო, რაღაცა დრო გაატარეთო და მე დავბრუნდით ვარენაში. ამიტომ ეხლა წავალ ბელაჯიოში. ეხლა ვიყიდე ბილეთები ბელაჯიომდე და ერთი გზა და წამოსვლა უკან 9 ევრო და 20 ცენტი. კომოს ტბიდან ბელაჯიომდე ალბათ 1-20 წუთი უნდა წყლის ტრანსპორტით და ძალიან სასიამოვნო გზაა ესეთი ლამაზი ხედებით. რეალურად მილანში ჩამოვედი იმისთვის რომ აქ მოვსულიყავი და იმენად ლამაზია ყველაფერი რომ ტელეფონის ამოღება და გადაყება ძალიან მეზარევა. ხო და სიტყვაზე მინდით. პრინციპში სულ ეს იყო ბელაჯიო. TikTok-ზე ვწდებ ხოლმე ყველაფერს და ჰორიზონტალურ ვერტიკალურად ვერ ვიღებ. ეხლა წავალთ ისე ვარენაში, იქ შეიძლება შევჭამო რამე შეყვე. ხედები მასშიებს. ახლობებით 3 საათში წამოვედი ისე ვარენასკენ. ბელაჯოში ბევრი არაფერი იყო საკეთებელი, რაღაცა პატარა ქვაფენილები იყო, ვისეირნი და წამოვედი უკან რა. თან ამასობრივი მომივდა და გადავწყვიტე რომ რესტორანში შევსულიყავი, მაგრამ რიგები იყო
და 1.5 საათი ალბათ ველოდებოდი, როდის გათავისუფლებოდა ის კონკრეტული ადგილი მე რომელიც მინდოდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ლამაზი ხედების პონზე მიყვარს ჭამა. ეს ყველაფერი დაჯდა 54 ევრო, ანუ კაცზე 27 ევრო. აი, ისეთი კმაყოფილი ვარ, ეხა ვერ აღგიწერთ საერთოდ რა. ლამაზესია ყველაფერი. ბოლოს წამოვედი მილანისკენ, მატარებელი დაჯდა 7 ევრო და 40 ცენტი და მაგში შევედი, ძალიან მშიოდა 10 ევრო იქ. ეხა ვარ სადგურზე და ეს იდიოტობა ბეიგელი ღირსა 7 ევრო და 40 ცენტი. მიდივართ ბერლინ მომეთქვა, რომისკენ. ფლიქსბას ველოდები. ფლიქსბას აყიდა მე მგონი 14 ევრო. და 1 საათით ადრე მოვედი და საშინელად უძინარი ვარ. Hello, ჩემი ოთახიდან. ძალიან დავიღალე. ეგეთი ოთახი მაქვს, ვერაფერი ვეღარ გადავიღე. 9 საათი ვიჯექი ავტობუსში. 1 საათი სახლამდე მოდიოდი სხვა ავტობუსით. და ამ ოთახში მაგ გადახდილი, ნუ კაცზე 50 ევრო რო ივარაუდოთ რა. და 6 ევრო ერთი ღამე სიტ ტაქსი, ანუ 56 ევრო კაცზე. ეხლა ვეცდები რომ გავიდე სახლიდან, რაღაცა სუვენირები ვიყიდო და ხვალ აქვს ფრენა. წავედი. მეორე დღე უკვე აეროპორტისკენ გასამგზავრებელი დავიწყე ის მაკდონალდსის და ეს ყველაფერი ღირდა 17 ევრო. რომის ცენტრალური გაჩერებიდან აეროპორტამდე ავტობუსი ჭირდება 7 ევრო. მოვედი აეროპორტში და არის უპაწაწინესი რა. მე მეგონა წინაზე რომ უბრალოდ რომ ჩამოვედი მაგიტო გამოვედი ეგრე სწრაფად და ძალიან პატარა. აქ ვერაფერს ვერ ვიყიდი, უბრალოდ 6 საათამდე ვერ ვიქნები ეხლა გარეთ და რამე შეუკვეთა. სულ გავიარე ჩეკინი ვარ დუტი ფრიში, სადაც ბოლო ფულის პლანი გქონდა, მაგრამ არ გეტყვით რამდენი ევრო, იმიტომ რომ საჩუქარი. ბოლოს გამოფრინდი თბილისისკენ და მთელმა ჩემმა ხარჯმა 10 დღის განმავლობაში შეადგინა 4540 ლარი. ომნიბასში, ისე 25 ლარი. აღარ მინდა მგზავრობა.